მასაც უჭირდა სწავლა სოთაშორის ამის ბევრი საბუთი თავში და ცელქობის მერე მან ერთი ზაფხული ცელქალი ხაურში მთელი ზაფხული ნადირობა თევზაობა ხალხი უყვარდა და ჩამორჩა ლათინურში ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა იყო რომ ექვთიმე-თაყაიშვილს მიემართა უფროსებისთვის და აი ნათესავი ერთ-ერთი ნათესავი აღმოჩნდა და დაუწყო რომ მან მოცადინეობა ლათინურში რაღაც არ მოეწონა ექვთიმე-თაყაიშვილის როგორ ვთქვათ მონაცემები და იმ ახალგაზრდამ თავის ძმას გაანდო რომ აი ვამზადებო ექვთიმე-თაყაიშვილს და ექვთიმესო მაგრამ რაღაც ესეო და დაინტერესდა ხა ის ძმა კი პირიქით რო შეხედა ამბავს შენ ხო არ შეიშალეო ექვთიმე-თაყაიშვილი არ მოგეწონო ამასო ვატყოფო რაღაც არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს ექვთიმე-თაყაიშვილი ამაზე არ ბრაზდებოდა იცოდა რომ ასეთი აზრის იყო ის უფრო აქ მასზე უფროსი ახალგაზრდა მას და გააგზავნა სწავლა მაგრამ ძალიან პრობლემური იყო აი შპარგალკა თქვენ თაობას ახლა არ ახსოვდა ეს ჩვენ თაობაში ასე ვთქვათ მოდური თემა იყო და მაშინ წარსებოდა შპარგალკები იცოდა რომ ლათინურს ვერ ჩააბარებდა ძალიან მძიმე გამოცდები იყო ქუთაისში და იპოვეს კაცი ვინც მოუხერხებდა ბილეთის აღების მერე შპარგალკის შეტანას ხოლო როგორ უნდა დაეცვა ინსპექციისგან ინსპექცია ქვია ყველაფერი დირექტორს მაშინ ინსპექტორი ერქვა ამისთვის იყო მოგონილი ესეთი რაღაცა თუ კი გამოჩნდებოდა ზედამხედველი ხო ეს დაიზახებდა ეს ქართველი ეროვნების ადამიანი გლები მოდიან გლები და ეს უნდა ნიშანი ყოფილიყო გადაემარათ შპარგალკების გამოყენებით მოხდა ექვთიმე-თაყაიშვილი პროგიმნაზიის მეორე კლასში ამიტომ ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრება არის მე თქვენ მოგიყვებით უნდათ როგორ ჩააბრა და ისწავლა პიკასო რომელსაც გენიოსი შეიქმნა მამამისი მის სწავლაში თამებს იხდიდა ფული არ აუდიოდა ასე რომ ძალიან ჩვეულებრივი ამბავი მოგიყვებით მე ადამიანის ცხოვრებით